არც ერთი და არანაირი. ეს არის მარტივი რეალური პასუხი. კობახიძეს განა ეს ევროკავშირი არ უნდა, მას არც ერთი ევროკავშირი არ უნდა და მეტიც მისი მიზანი და მისია არის რომ არ მოხდეს საქართველოს სვლა რომელიღაც ევროპული სივრცისკენ, არათუ ევროპული პოლიტიკური კავშირისკენ, არამედ თვალყეული შეთანხმებებისკენ, ევროპული ღირებულებებისკენ, მეტი ინტეგრაციისკენ, მეტი საერთაშორისო ჩართულობისკენ. კობახიძის მიზანი და მისია არის ანტიქართული, ანტიევროპული და ანტიცივილიზაციური იზოლაციის გამოცხადება. იმიტომ რომ ნახეთ ჩვენს ისტორიაში არჩევანი ყოველთვის იყო ძალიან მარტივი. შენ ან მონაწილეობდი დიდ და მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც შენს ქვეყანას აზრდა გარკვეულ დივიდენდს და ამავე დროს ღირებულებითი კუთხით შენ იყავი რაღაც უფრო მეტის ნაწილი და ამით ეუბნებოდი მოწმე ერებს რომ მე აქა ვარ, თქვენთან ერთად ვარ, აქ ხედავ საკუთარ მომავალს, ან არიყავი და არ ხარ და ხარ გამოთიშული. რაც ჩვენ შემთხვევაში ნიშნავს ყოფნას რუსეთის ორბიტაზე. საქართველოს რაღაც საშუალო მოდელი, ასე თუ ვთქვათ, საშუალო არჩევანი არ გააჩნია. არავის არ ქონდეს ილუზია, რომ საქართველოს შეუძლია თუნდაც რაღაცა იზოლაციურ სუვერენისტული კურსი გაატაროს. ისე როგორც შეება ვიღაცას შეესწროს. ხო თქვა და თქვას რომ მე არც ის მინდა, არც ეს მინდა, აქ ვარ მე ჩემთვის გამორიცხულია, არ ხარ შენთვის. ან ხარ სწორ მხარეს, ან ხარ არასწორ მხარეს და არასწორი მხარე ჩვენ შემთხვევაში არის რუსული მხარე, რაც თავის მხრივ ნიშნავს ყველაფერი ქართულის განადგურებას. ამიტომ აი ამას მე ძალიან ხშირად ვადარებ ხოლმე რაღაცა თვით განადგურების რეჟიმს, ხო? ესეთი საგარეო პოლიტიკური კურსი არის საკუთარი თავის და შენი ინტერესების განადგურება. ეს არ არის არც პრაგმატიზმი, არც უბრალო იზოლაცია, არც რაღაცა ვითომ სუვერენისტული კურსის გატარება და ეს ძალიან ნათლად ჩანს ხო უკვე შედეგებში, ხო? ახლა თქვენ ქალბატონი ვანიშვილი ახსენეთ, ხო? ჩვენ გვყავს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც არც კი არის ნამყოფი მისივე აღიარებით იმ საოკუპაციო ზოლთან, ხო? მან თქვა, რომ არ ჩასულა არასოდეს. წარმოიდგინეთ, კაცი რამდენიმე წელია პრემიერ-მინისტრია, იქამდე უმრავლესობის ლიდერი იყო, იქამდე პარლამენტის სპიკერი იყო, ხო? ძალიან ბევრი ახმასულებელი პოზიცია ებყრა და ერთხელ არ არის ნამყოფი იქ, სადაც ეს ქალით მისი მეუღლე, ხო, მართლა ლეგენდარული წყვილი და ლეგენდარული მოქალაქეები მართლა ამაგრებდნენ რაღაცა ქართულ ბასტიონს და კაცი პრემიერ-მინისტრის სახის საკუთარ თავს და ნამყოფიც არ არის, მაგრამ ეს ნამყოფი რო არ არის კიდევ რაზე მიუთითებს იმაზე რომ არათუ იმაზე რომ რუსეთს უფრთხის და ყოველივე ქართულის სულს, იმაზეც რომ ამ ხალხის ყოფა არ აინტერესებს იმ სოფლებში და მე თითქოს ყოველ სოფელში ვარ ნამყოფი მინიმუმ ერთხელ და უმეტესგან ბევრჯერ. იმ სოფლებში ადამიანებს აქვთ ძალიან განსაკუთრებული ტიპის პრობლემები, რაც უკავშირდება ოკუპაციას, ან თავისგან დამოუკიდებელი ისე რომ მარტო უჭირთ, რაც ბევრ განუჭირს ადამიანს, ხო? რომელზეც ჭირდება სახელმწიფოს რეაგირება პირველ რიგში, თორემ ამაზი თვალებისანება გულისთვის არავინ ეპატიჟება ვინმეს სანახავად იქ. ადგილზე ხელისუფალს რომ უწოდებს ადამიანს თავი, ის უნდა ინტერესდებოდეს ადგილზე ჩასვლით და იმ მოქალაქეების, განსაკუთრებით იმ მოქალაქეების ნუგეშისცემით, პირისპირ საუბრით, ვინც საოკუპაციო ხასთან ცხოვრობს, ყველა არსებული გამოწვევა, რაც აქვს საქართველოს მოქალაქეს, ამას დამატებული მავთუხლართები, რომ ამის მიღმა ცხოვრობს ეს ხალხი. ზუსტად აიმეც ამის თქმით და ზუსტად რომ ყველა იმ პრობლემის გარდა, რაც ადამიანს აქვს ჩვენ ქვეყანაში და მოხუცებს სამწუხაროდ ყველგანშია და თბილისშიც და ყველა სოფელში და ყველა სხვა დიდ ქალაქში, ხო? ბავშვებს ყველგან აქვს შიმშილის პრობლემა და არა მარტო შიმშილის, წამლის პრობლემა. აი კორუფციაში გამომპალი მაპატიეთ და მართლა ხორების ქვეყანა თუ გადაგვაქციეს, ხო? რამდენიმე გაზულუქებული ხოცის და ასამდე ბავშვი ჩვენ თვალწინ არის ძიმე მდგომარეობაში, რო აღარ განმავთრო და არელის არაფერი კარგი თუ არ დაუდგა სახელმწიფო გვერდით უფრო აქტიურად. და აი ასეთ ვითარებაში, ხო? სახელმწიფო კურსად აცხადებს იმას, რომ არ ვადარდებთ. აი ეს არის მართლა როგორ ვთქვათ, აი სრული იგნორის დოქტრინა, ხო? ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს. ეს არ არის უბრალოდ ის, რომ რაღაც არ გამოსდის, არა? უნდა გვესწროს, ეგ იქნებოდა თქვა ცუდი ხელისუფლება, სუსტი ხელისუფლება. მაგრამ ეს არის ბევრად უარესი რამ, რასაც უყურებთ და უკვე კლასიკური ჩამოსხული ფორმა შეიძინა, ხო? ეს არის დოქტრინა, რომელიც ამბობს, რომ არ მადარდება.
გადაშენდი. წადი ამ ქვეყნიდან ხო წამოწდა იმ კაც ერთხელ ხო? წადით ამ ქვეყნიდან კაც დამანებეთ თავიო, აქ ვერ დაგასაქმებთო, იაფა ბილეთებს გიყიდითო და გაიხიზნეთ ყველანიო. რატომ? იმიტომ რომ მისი ერთადერთი პოლიტიკური კურსი და ეს გამოსდის, ვაღიაროთ, ერთადერთი რამაც მართლა გამოსდის არის ეს. საქართველოს გარკვევლების გარეშე. თუ შევხედავთ მათივე სტატისტიკას, ოფიციალურ სტატისტიკას, თუ შევხედავთ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, თუ შევხედავთ შობადობის მაჩვენებელს კონკრეტულად და თუ შევხედავთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას და ჯანდაცვის პოლიტიკას და სოციალურ პოლიტიკას, რასაც ატარებენ და აი ეთიკურ, როგორ თქვათ, სიძულვილსაც და გულგრილობას ჩვენდამი, როგორც ერისადმი დავინახავთ ამას, რომ ამ ყველაფრის ჯამური შედეგი არის საქართველოს ქართველების გარეშე. მათი მიზანი არის, რომ ჩვენ უბრალოდ აღარ ვარცხებოდეთ. აქ არ ვიყოთ და ეხლა მე ბერლინში თუ ვიქნები და იქ ვიხმაურებ და მონტრეალში ან სადაც კვებეკში და არ ვიცი მე ტოკიოში, ეგ არ აინტერესებს ბიზნეს მანიშკულ. თავარია რომ აქ ამ ქვეყნის მიწაზე არაფერი ქართული არ ხარობდეს და აი ეს არის მისი რუსული დავალება. აუცილებელი კი არ არის, ჯვარი წერიგირებაც, მაგრამ რაღაცა აუცილებელი კი არ არის რუსული ტანკი შემოვიდეს აქ მელიქიშვილზე და არ ვიცი მე გურამიშვილის დამზირზე. არა, ეს არის რუსული ოკუპაცია, რომ არაფერმა ქართულმა, არაფერმა სწორმა და არაფერმა ნორმალ და პირველში ქართულმა ბავშვმა, ქართულ ბავშვზე მეტად ვინ არის საქართველოს, ვინმე მეტყვის. საქართველოს მისი მომავალი არის ქართული ბავშვი. დღევანდელი, ხო? აი ამ ბავშვს არ ეხმარება და ეუბნება რომ შენს გადაშენდიო, პენსიონერს რო ეუბნება რომ რაც მალე აღარ იქნები მით უკეთესი ჩემთვის, იმიტომ რომ ესე მაწევხარ რა არ მინდა რა 20 ლარს მოგიგდებო და თვითონ 14000 ლარი ქონდათ ხელფასი პარლამენტში შეხედან არაფერს არ აკეთებენ ქვეყნის ღალატის გარდა და კიდევ ფული დაემატეს ამ ღალატში რომ უფრო ძვირფასად უღალატონ ქვეყანას და პენსიონერს რომელსაც იმუშავა 50 და 60 წელი მიუგდეს 20 ლარი მაპატიეთ მაგრამ მიუგდეს არის ამას სხვა არაფერი არ ქვია ხო ამას ჯობდა საერთოდ არ მოემატებინათ ხო ბატონო გრიგოლ აქ მინდა ვიკითხო ამას ჯობია საერთოდ არ იყოს ხო ისე რომ ვეტერანს რასაძებენ ჯობია საერთოდ არ იყოს შეურაცხყოფა ადამიანის და ნახეთ მე კი ოდნავ სხვაგან გადავედი მაგრამ აი ეს ამბავი აი ის რომ გობახიძე არ არის ნამყოფი იქ სადაც მანიშვილები ამაგრებდნენ და სხვა ქართველები გაამაგრებენ კლავაც ჩვენს როგორ ვთქვათ ეროვნულ ბასტიონს ხო ის რომ არ იცის რომ სარწყავი წყლის პრობლემა არის დიცში და არა სხვა სოფელში ის რომ გაუსაცისეს საფლავზე ვერ მიდის ხალხი საოკუპაციო ზოლში ეს ყველაფერი აი მის გამინდა არის სიმპტომატური და არის ერთი და იგივე დიდი ანტიქართული სურათის სხვადასხვა ნაწილები ბატონო გრიგოლ რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ სპექტრს რომ აი დღეს იყო მაგალითად ლევან ხავეიშვილის განაჩენი ის 2 წლით და 6 თვით გაუშვეს ციხეში აგროვებს ივანიშვილი პოლიტიკურ პატიმრებს ციხეში მაგრამ თან რაღაცაში ალბათ როგორც ტრანზაქციული ტრიუკების მოყვარული ის გამოიყენებს ამას საბოლოო ჯამში ყველაფერს მისთვის აქვს ფასი ყოველ შემთხვევაში ეცდება რომ გამოიყენოს აქ ძალიან ცხადი არის პოლიტპატიმრების პოზიცია და სინდისის პატიმრების პოზიცია ისინი ამბობენ რომ მათი საკითხი არ უნდა იყოს გამოყენებული არავითარ შემთხვევაში სავაჭროდ პარალელურად ჩვენ ვხედავთ ცდილობას რომ შეერთებულ შტატებთან დაალაგოს ურთიერთობა ივანიშვილს რომელიც არა და არ გამოსდის ევროპის ფლანგზე ხელი აქვს როგორც ჩანს ჩაქნეული იმიტომ რომ ჩვენ ვადევნებთ თვალყურს წარმოუდგენელ ლექსიკას ერთმანეთის მიყოლებით კობახიძე პაპუაშვილი ენაცვლება ძირითადად ერთმანეთს ამ ფლანგზე აი საგარეო ასპარეზზე რას გაფიქრებინებთ მისი ბოლო დროინდელი მისი და მისი რეჟიმის ლიდერების ქმედებები ეხლა ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ რომ ევროპულ ფლანგზე რაღაცა ორლესული მახვილის მიდგომა აქვს ერთი მხრივ კერძო საუბრებში ისინი ეს ზუსტად ვიცი ფაქტის დონეზე ისინი ეუბნებენ ევროპელებს აქაც თბილისში ელჩებს საელჩოებში და იქაც ევროპაში სხვა ეროვნულ პოლიტიკოსებს არ მარტო ეროვნულ არამედ თქვა რაღაცა პანევროპულ პოლიტიკოსებს ევროკავშირის ევროკომის ეუბნებიან რომ სურთ გარკვეული ტიპის სტაბილიზაცია ვაიმარის სამეულის სამკუთხედის აქ ყოფნაც იყო გარკვეულდროის და ამის გამოხატულება, იმიტომ რომ ხოცებს აქვს ძალიან პირდაპირ კომუნიკაცია მათ შორის ამ ქვეყნებთან და ამბობენ რომ გარკვეული ტიპის სტაბილიზაცია სურთ, მაგრამ საჯარო ასპარეზზე, როგორც თქვენ აღნიშნავთ, აკეთებენ საპირისპიროს, ხო? აქ გამოშვებული ყავს პაპუაშვილი და მე ვიქ რაღაც ტაგი მასხარები ბოლოს შესავსებად, აი მესიჯ ბოქსი მაგალითად ზარქუა და მსგავსი, რომელსაც უბრალოდ დაზუთხულ ფრაზებს ათქვევინებენ ხოლმე და ამით უნდა გავიდნენ ფონს. ამიტომ ევროპის
დონეზე ცდილობენ რომ გარკვეული ტიპის ნორმალიზება დაინახონ როგორ შეება იქნას მიღწეული, მაგრამ არ მოსწონთ ფასი, იმიტომ რომ ევროპული კავშირის ფასი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული პოლიტიკური თემა უნდა შეწყდეს, დემოკრატიული ვითარება უნდა იქნას გადატვირთული, პოლიტიკები უნდა იქნას გათავისუფლებული, ეს ფასი რა თქმა უნდა არ მოსწონთ, არ არის ხოცურად მისაღები ფასი და მათ უნდა გვახსოვდეს ყველაფერი უნდა თქვენს რა თქვით ტრანზაქციულად ხო? საკუთარ ფასად და მოგებისთვის. ამიტომაც ხო, ევროპის დონეზე აქვთ ეს ორგვარი მიდგომა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ აქვთ უფრო ეგრეთ წოდებულ პრაგმატიზმზე დაფუძნებული მიდგომა, როდესაც ცდილობენ რომ კონკრეტული ტიპის უსაფრთხოების საკითხებით, ლოჯისტიკის საკითხებით და ყველაზე ბოლოს და ყველაზე ცოტა პოლიტიკური საკითხებით ცადონ ფონდს გასვლა. მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა რომ ამერიკის ფონდზეც ხოცურ ფასად ისინი ვერ გავლენ ფონდს, ეს ადრეს მიდგომს არაერთხელ და ჩვენ ნახეთ ეს პრაქტიკაშიც, ეს ნახეთ ამერიკის განცხადებებშიც. მე ასევე შემიძლია გითხრათ რომ სულ მალე იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი როგორ ვთქვათ საეტაპო ვიზიტი ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უფრო მეტი დიალოგი კიდევ და მე გრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან კონკრეტული ტიპის ფასს ჩამოკიდებს ხოცური რეჟიმისთვის, თუ კი ამ რეჟიმს აიმეტებს სტაბილიზაციის მიღწევა. დღის წესრიგში დგას, რომ ბოლო ვიზიტის შემდგომ, როცა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იმყოფებოდა თბილისში და ის დაბრუნდა ორივე მხარის პოზიციების მოსმენის შედეგად, ეს ინფორმაცია ჩაიტანა ვაშინგტონში, ჩვენ ველით კიდევ ერთ დელეგაციას თბილისში. ნამდვილად. ნამდვილად. და რას ნიშნავს საეტაპო შეხვედრა, რომ დავაკონკრეტოთ, რას ელით ამ შეხვედრიდან? მე ვფიქრობ მოხდება ახლო მომავალში, ძალიან ახლო მომავალში იქნება სულ უფრო მკაფიო, აი მათ შორის ის პოლიტიკური ფასი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება ამ რეჟიმთან მიმართებით საკუთარ ურთიერთობებში და კომუნიკაციაში. ასე კიდევ უფრო მეტად დაერქვა ძალიან მალე სახელი იმას თუ რა ტიპის მოთხოვნები გააჩნია, კიდევ უფრო კონკრეტულად, კიდევ უფრო მათ შორის სავარაუდოდ საჯაროდ, კიდევ უფრო მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ რეჟიმისადმი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვახსოვს რომ მიგვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას ველით ეს ამაზე საელჩო ისაუბრებს შესაბამის დროს მე მაქვს ინფორმაცია რომ იქნება ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის წიაღში მსგავსი ტიპის ვიზიტი მაგრამ ჩვენ ვიცით რომ სახელმწიფო დეპარტამენტის კონგრესიც და სხვა უწყობი ძალიან ჩახედული და ძალიან დაინტერესებული ანუ შტო არ არის ამერიკაში რომელიც არ არის დაინტერესებული ჩვენი საკითხი დანარჩენს რა თქმა უნდა გვეტყვის საელჩო შესაბამის დროს ახლო მომავალში მაგრამ თავარი ჩემთვის არის ის რომ ხედავთ რომ პირველი ხოცური მითი რომლის თანახმად ამერიკა არ იქნებოდა დაინტერესებული და ჩართული ამ მითმა განიცადა სრული კრახი პირიქით ამერიკა ესე ჩართული საერთაშორისო ასპარეზზე ამ კუთხით კონკრეტული შემთხვევების კუთხით ძალიან დიდი ხანი არ ახსოვს ტრამპი არ არის გამორთული მას უბრალოდ თავისი წილი ინტერესები გააჩნია თავისი ხედვა გააჩნია თავისი პრიორიტეტები გააჩნია საგარეო პოლიტიკური კუთხით და ის ტრანზაქციონალიზმი მათ შორის მაგრამ ეს არის ის გამორთულია რაიმე კუთხით ხო ეს ერთი და მეორე ჩვენ ძალიან კაფედ დავინახეთ რომ არაფერი ხოცური ტრამპის ირგვლივ არ არის და არც იქნება იმიტომ ტრამპი რა თქმა უნდა ჯვარიძელი არ არის ხოცი ყველა შევა ბევრს არ მოსწონდეს ბევრს მოსწონდეს სხვა თემა მაგრამ ხოცი არ არის ნამდვილად მართლობა ღმერთს არც არის არ ყოფილა იმიტომ მაინც ხაზი და პროპაგანდის ეს ნაწილი რაც ქონდა რეჟიმს არის ასე მტკნარი სისულელი ჩვენ დავინახეთ ხო გავიდა 1 იანვარიც გავიდა ძალიან დიდი დრო გავიდა შათირიშვილის წერილიც ვნახეთ ტრამპის დიაგნოზით ფაქტობრივად მისი მხრიდან დასვა ხელი ჩაიქნია ფაქტობრივად დიახ მათაც აქვს ეს ინფორმაცია ძალიან კარგად რომ ამერიკა მოითხოვს ძალიან კონკრეტული ტიპის ქმედებას ამ შეხვედრის წინ გამოგდებული მორიგი განცხადება ანუ ტრამპი დასრულებულია მათ თვალში ფაქტობრივად deep state-ია ტრამპიო ასეთი შინაარსი ხო მათ იციან რომ ხოცურ ფასად ვერც ტრამპის კარზე ვერ გავლენ და ვერც სხვაგან აი ამაშია საქმე სწორედ დიდი მადლობა გრიგოლ გეგელიას საკუთარი კარის ფილოსოფოსი ყავთ გამოყენებული მადლობა გრიგოლ გეგელიას